მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ეს არის ბასისტური ვლოგი. კარგი ხანია რაღაც ვიდეო არ დამიდია და მინდა დღევანდელი დღე გადავიღო, იმიტომ რომ საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რადგან არის Wacken Metal Battle-ის ნახევარფინალი საქართველოში და ეს არის საქართველოს ნახევარფინალი და სამი ქართული ბენდი გავდივართ ამ ბეთლში. და უკვე გამარჯვებული გადაინაცვლებს ფინალში, რომელიც თურქეთში ჩატარდება. ეს ვლოგი კი ეხება დღევანდელ დღეს და დღევანდელი Metal Battle როგორც ჩაივლის და ვიდეოს დავიწყებ. მოდი დავიწყებ ვიდეოს ამ ჩემი ამ ახალი მშვენებით. ეს არის ჩემი signature bass-ი, headless-ი. გადავწყვიტეთ აგვეწყო ესეთი ბასი. მე და ჩემ ბასის მასტერს სვანს, ეს არის სვანის ნახელავი. აქვე აღწერა შემდეგ იქნება სვანის page-ი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ რაღაცეები, მიწეროთ თუ გაინტერესებთ მსგავსი რაღაც გიტარის გაკეთება, აწყობა თქვენი სურვილით და ასე შემდეგ, კარნახით და თქვენი საუნდით. გამოვიყენი აქ EMG-ს პასიური პიკაპი. ხე არის იფანი, კოპიტი იდეაში, ეშ, ასე ქვია. და მგონი საკმაოდ ლამაზი და ბედეს გიტარა გამოვიდა. რომელიც იდეაში ლაივზე დღეს ამით არ დავუკრავ, რადგან მაინც ბოლომდე ჯერ ვერ მოვირგე. ვცდილობ რომ დღეს ცოტა საპასუხისმგებლო ლაივია და მინდა რომ რაღაც სიურპრიზებისგან თავი ავირიდო და გადავწყვიტე რომ ჩემი main საბრძოლო იარაღით გავიდე და ეს ბასი კი არის ჩემი კორეული იბანეზი CRX 300, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურად იკვრება, აქვს ძალიან მაგარი ხმა ამ აქტიურ პიკაპებს და ძალიან მდგომარეობაშია რა. ეხლა მინდა რომ ჩაუტარო რაღაც პატარა ლაივის წინა პროცედურები, როგორიც არის რომ მაგალითად მინდა რომ გამოუცვალო კორონას ელემენტი, მინდა რომ გამოუცვალო ამას, მოვხსნი ეხლა და დავუყენებ. როგორც მახსოვს ახალი აყენია, ამდენიმე 2 თვისგან დავაყენე თუ რაღაც, მაგრამ მაინც ლაივი არის და არ მინდა რომ შუა ლაივში ელემენტი დაჯდეს და ასე რომ ვთქვათ, პრიამპი გამეთიშოს და ხმა წაუვიდეს ჩემ ბასს. ასე რომ მოვხსნი ახლა ამას და დავაყენებ უკვე ახალს და იქ დაგიბრუნდებით უკვე ახლის დაყენებისა. ხო, მოკლედ მე ახლა გამოვიყენებ Linus-ის ახალ 9 ვოლტიან ბატარეას, კრონას, ასე რომ ვთქვათ. დურასელებიც მაქვს, მაგრამ ესეც ძალიან კარგად მუშაობს და ვფიქრობ, რომ პრობლემა არ არის ეს რო ჩავაყენე. ესეც ესე ლამაზად ჩაჯდა. ეხლა უკვე დავუფაროთ თავისი თავი და თავისი ვოლტები. მეორე ბასიც მიმაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება სიმიკა აწყდეს, შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი რაღაცები ზოგადად ლაივებზე ხდება ხოლმე. აწყდეს რაღაც ისინი ყოველთვის ნიუანსები შეიძლება ყოველთვის მოხდეს, რომ დაკვრეს ხელი შეგეშალოს და ესეც საპასუხისმგებლო ლაივზე მეორე ბასი აუცილებლად გვერდით მინდა რომ მედოს რომ რაღაც უცებ ვეშიც არ გაჩერდეს, დაჟე მოვიხსნა ეგრევე, ჯეკი გამოვაძრო, დავამიუთო, ჯეკი გამოვაძრო, გადავიკიდო და შეუბერო ეგრევე. არ მინდა რომ რაღაცა მაგან პრობლემა შემიქმნას. ასე რომ მეორე ბასაც წავიღებ და მეორე ბასაც განახებთ უკვე რამე ყოველი შემთხვევისთვის რა და როგორ იქნება. მეორეც იბანეზია, იბანეს წავიღებ, ეხლა ამას გავასუფთავებ, გადავწმინდავ, იმიტომ რომ მაინც გიჟდები რომ ინსტრუმენტი არის ლამაზი. ეს ჩემი ციკი არის, ასე რომ ვთქვა, ძალიან მომწონს რომ ინსტრუმენტი ლამაზად გამოიყურება. გაპრიალებულია, დასეტაპებულია და როკისთვის, ასე რომ ვთქვათ,
მზად არის. თან ისეთი ლამაზი ქავერი აქვს ამასა, ესეთი ფლიკები რომ აყრია რასწახიან iron powder თუ რაღაც მსგავსი რაღაცა ქვია. ეს უკანა მხარე. ასე. ეს წინა მხარე. ფაზი რა გინდა? ჩემი ბირჟავი კი კატა. ჩემ გურძია რა თქმა უნდა ლაივის წინ. მოდი აქ ცოტას დავასხავ. ასევე კიდე აქ ვიდეოშიც ვიტყვი რომ დავამატე გიტარების სერვისი აუდიობოიში და შეგიძლიათ რომ თქვენი გიტარა თუ გინდათ რომ გაალამაზოთ, გააპრიალოთ, პოლირება გაუკეთოთ, კრემით დატენიანება, რაღაცა გაპრიალება, ჟანგის მოშორება ნაწილებზე, გრიფის წმენდა, ჭუჭყიანი თუ არის ძალიან ეგეც ბოლომდე გაპრიალება და რაღაც შეგიძლიათ აუდიობოის Facebook page-ზე შეხვიდეთ და რაღაც ნამუშევრები მიდევს და სხვაობა თქვენ თვითონ ნახოთ როგორ და რანაირად არის გაკეთებული. ასევე ელექტროობა, ვაირინგი, ახლიდან დაპაიკება კაბელების გაყვანა ჭიდროთ, ისე რომ გაუძლოს კიდევ ბევრ ლაივს. და ასევე რა თქმა უნდა გრიფის გასწორება, ტუნერების დაყენება, მოკლედ ბევრი რამე, ძალიან ბევრი რამე გიტარის დასურვისებას რაც ეხება. ასე რომ შეგიძლიათ მაგაზეც მომწეროთ და არ იქნება პრობლემა, შემიძლია თქვენი გიტარა თუ ბასი ჩემ გემოზე ლამაზად გავალამაზო და თქვენც მოყოფილი დარჩით. საბრძოლველად რასაც უყურებ, მზად არის. ერთადერთი რასაც ვიზავ არის რომ აი ამას ეს არის სიმების გამწმენდი რა ბევრად კომფორტულს ხდის იდეაში დაკვრას როცა წასმული არის ეს სიმზე, ბევრად ხელი უფრო smooth მოძრაობს, უფრო კარგად და ხმასაც როიყენებთ ამ დანლოპის ამ საწენს, ხმასაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიმები ჩემი დაკვირვებით რა. ყოველ შემთხვევაში რაღაცა პატარა როლი აქვს. ესე რომ წაუსმევთ, შემდეგ ერთი ნაჭერს ვატარებ ხოლმე, იმიტომ რომ თავიდან ცოტა ცხიმიანია ხოლმე. ერთხელ ესე გადავატარებ ხოლმე და ეგ არის. როკისთვის ეს ბასი, ასე რომ ვთქვათ, მზად არის. გამზადებულია, დატუნულია, ტუნინგს იჭერს ფანტასტიურად, ხმა აქვს ფანტასტიური და ჩემი main ბასი ამ მომენტში არის ეს, მაგრამ ასევე მალე ამ ბასაც ლაივზე მოვნათლავ და ყველას ვანახებ როგორი კოხტა ხმა აქვს ცალკე EMG-ს და EMG მეტალში როგორი კარგი არის. მაგასაც ცალკე შეგახეთებთ. მოკლედ ეს არის უკვე ჩემი მეორე ბას-გიტარა, backup ბას-გიტარა, რომელსაც გამოვიყენებ, რამე თუ გაურკვეველი შემთხვევა მოხდა და პირველ რიგში ამ ბასაც გავუკეთებ იმას, რომ შეუცვლი კრონას და გავუკენებ დურასელებს. აი ამ მოდელებს. აი ეს, ესეთ ჩაჯდა. დავაფაროთ. ეს ბასეც ეს არის Ibanez CR300-ე. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ბას-გიტარა თავის ბიუჯეტში, თავის ხმით და თავის კომპლექტაციით. პიკაპები აქვს, ძალიან კარგი, ძალიან მაგარი ხმა აქვს პიკაპებს. რა თქმა უნდა, როცა კარგ რაღაცაზე უკრავ, ეხლა არა მაქვს საუბარი, რომ ეხლა Smigeris 15 ვატიან კომში თუ ერთდებით მეგობრებო. მან არ აქვს დიდი აზრი ჩემთვის უკვე რა პიკაპი და რა ეყენება, იმიტომ რომ ვერც ის სპიკერი და ვერც ის კომბი ვერ გადმოსცემს ეხლა იმ რეალურ იმ ხმას, რაც აქვს ზოგადად პიკაპს და აქვს ზოგადად ინსტრუმენტს. ასე რომ ამას სტოკი პიკაპები ძალიან კარგი მოყვება. ეხლა მოვატრიალებთ და განახებთ. უკან ბექზე ნაპალმდესი
ლაივის წინ აკონდესის შეხურება ძალიან კარგი არის. ხო. აი ეს არის CR300, ამასაც რაღაც ესეთი დაწინწკლული powder ზედაპირი აქვს. ლურჯი ფერი არის იდეაში და რაღაც ფლიკებით. ეს არის stock pick-up-ები, რომელიც ნუ უბრალოდ ფანტასტიკურად მუშაობს, ძალიან მაგარი ხმა აქვს, მაგრამ შემდეგ რამეების დააპგრეიდებასაც ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ მინდა ან EMG, ან Bartolini MK4 pick-up-ები დავყენო, ან MK1 გააჩნია, რომელს ვიშოვი, ყველა კარგია, მე Bartolini ყველა ძალიან მომწონს. პრიამპი აქვს ძალიან ფანტასტიკური ამბას. ხმა, ბალანსი, pick-up-ების, ბასი, midi, treble და ნუ ეს switch-ი, რომელიც წრეც აქვს, სხვადასხვანაირად კრავს, რაღაც ასინგლებს, რაღაც ჰამბაკერი, რაღაცა მსგავს რაღაცებს აკეთებს. ნუ ტონს კარგად უცვლის. მე ზოგადად pick-up-ების პოზიცია დაყენებული მაქვს ხოლმე ამ კონკრეტულ ბასებზე შუაში. გახსნილია ორივე, ვიყენებ ორივეს. და დანარჩენი ესენიც პრიამპ სისტემაც ყველაფერი შუაში მაქვს. გამაქსული არაფერი არ მაქვს ვოლიუმის გარდა ხოლმე. ან ყველაფერი შუაში არის, დანარჩენს უკვე შემდეგ ბორდიდან ვაკეთებ და ვაგვარებ. უკაცრავად როგორც დამჭირდება. ამასაც ახლა მოვალამაზებ. ხო, ვიღაცებმა მითხრეს, რომ ერთი-ორმა კაცმა რომ შენ ვიდეოს რაღაც უყურებთო ძალიან გვევასებო ყველაფერი, მაგრამ ცოტა განათებას აუწიო, იმიტომ რომ დაუბრმავდითო ხალხიო და მე რა ვქნა მეგობრებო, ზოგადად დაბალ განათებაზე მუშაობასა რაღაც მიჩვეული ვარ, მაგრამ დავაყენე ახალი განათებაც და აი ესე უბერავს ეს ახალი განათებაც და ეხლა უკვე ჩემეზით აი განათებაში მუშაობ. ადრე ხოლმე ეს ნატურა იყო. ეხლა ნუ დიდი განათებაც მივიყენე და ასე, ესეც ვფიქრობ გალამაზდა და მოპარიატკდა. კი ეს თეთრი ესეთი მეორე ბასი კი გექნებათ უკვე ვიდეოებიდან ნანახი, რომელზეც ბრიჯი შევცვალე, რადგან ბრიჯს პრობლემა ჰქონდა. ნუ ამ ბრიჯს პრობლემა არ ქონია, იმას ჰქონდა. სამწუხარო ფაქტია, ვერ გავიგე რის გამო, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა. რაც არის ეგ არის. ზო, ესეც ინსტრუმენტი გამზადებულია როკისთვის და თუ რამე და თითებს გადავაჯვირებ, არ მინდა რომ რაღაც დამემართოს და რამე პრობლემა შეიმექნას ლაივზე, მაგრამ თუ რამე პრობლემა შეიქმნება, მაგისთვისაც აუცილებლად მზად ვიქნები, რომ ეგრევე წკაპ შევცვლი ბასს და გავაგრძელებ ისევ ეგრევე დაკვრას. ხო, ეხლა მთავარი ხო, ეხლა თავარი მეგობრებო, ასე რომ ვთქვათ, ეხლა ბორდზე საუბარი. ცოტას ბორდზე ვისაუბრებ, იმიტომ რაღაც პატარა განახლებები მე აქ შევიტანე და რაღაც პატარა დეტალები. ტუნერი სტანდარტულად ბოსი ქრომატიკი, ერთ-ერთი სანდო ჩემთვის, მე ყველაზე მეტად ვენდობი ამას და პოლიტუნს, იმიტომ რომ არის უბრალოდ საუკეთესო ორივე ტუნერი, რაც მე მიხმარია პირადად. მაგრამ ამ მომენტში ბოსის ქრომატიკ ტუნერი მაქვს და ნუ მუშაობს გიჟივით. დამატება არის ეს ახალი Spectra კომბი, ეს არის კომპრესორი TC Electronics-ის, რომელიც არის ძალიან მაგარი პედალი და რომელზეც Tom Print-ით, ეს TC Electronics-ის აპლიკაცია, Tom Print-ით შეგიძლიათ პრესეტები ჩაწეროთ და სხვადასხვა პრესეტები გაუშვათ კომპრესიის. ეხლა მე ამაში ჩაწერილი მაქვს New York Style კომპრესორი, ნუ ასე ქვია პრესეტს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს მარტივად, ან მე მომწონს კომპრესორებს, რომ აი ეს მარტივი ერთი სატრიალებელი უბრალოდ გადაწიე, დაწნიხა და აკომპრესი და მორჩა იქ საუბარი დამთავრებულია. ძალიან სანდო, ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან მაგარი პედალი არის ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა არის, ასე რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე თვეა მაქვს და ვიყენებ სუპერ. მადლობა მაჩვს ამისთვის, იმიტომ რომ ჩემი ბასი გაუცვალე და მანაც თავისი იბანეზი მომცა და ეს პედალიც მომიყოლა და ძალიან მადლობა ძმაო. შემდეგი არის ნუ სტანდარტულად MX არის Smart Gate, Extra Gate და სიჩუმისთვის. ვიყენებ კალინის კვებას. CP04, რომელიც ბოლოს 3 წელია მემსახურება ისე რომ ფანტასტიკურად, ნუ უბრალოდ ერთ-ერთი ბიუჯეტური საუკეთესო კვება არის.
$40 სადღაც დაახლოებით ესე ღირს და ნუ მუშაობს ფანტასტიკურად. კიდევ განახლება გავაკეთე ახალი ის რომ აქ მინდოს Microtube B3K Demon FX-ის ეს არის overdrive-ი ბასის overdrive-ი და ნუ უბრალოდ აქვს ფანტასტიკური ხმა, ფანტასტიკური მიდები, mid boost-ი და ნუ უბრალოდ top. უბრალოდ არის ასე რომ ვთქვათ top pedali. ნუ ეს არის ჩემი რაღაც პატარა setting-ი. ამის შემდეგ კიდე ერთი gate-ი მაქვს, იმიტომ რომ ეს ექსტრა სიჩუმეს მაინც მჭირდება, ხანდახან pick-up-ებია ზედმეტად ხმამაღალი, output-ი არის ხმამაღალი, ასე რომ აქტიური როცა ბასი და რაღაც ერთი პატარა gate-ი არ არის ცუდი რომ ბოლოსკენაც გედოთ და გქონდეთ. ამისთვის კი მე ვიყენებ Sony Cake-ის noise wipers. ბიუჯეტური პედალია ესეც, მინი პედალი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს ფანტასტიკურად და რატომაც არა. შემდეგი არის ეს MX არის ბასის distortion-ი. ნუ ფიქრობ იდეაში რომლით დაუკრავ დღეს, ორივე ხმა ძალიან მომწონს ამ overdrive-ის და ამ distortion-ისაც, მაგრამ მგონია რომ მაინც შესაძლებელია ამაზე დაუკრავ მთლიანი live-ი, მაგრამ მაინც soundcheck-ზე მაინც ვნახავ ორივეს და რომელიც იმ მომენტში უკეთესი იქნება, ისე მოვიქცევი და ისე დაუკრავ. მე ზოგადად distortion-ი და drive-ი ძალიან ბევრი არ მაქვს ხოლმე აწეული, იმიტომ რომ არ მჭირდება ძალიან მეტი distortion-ი, რადგან თავარი სილამაზე და main pedali ჩემ chain-ში არის Sansamp-ის DI preamp-ი, drive-ი ასევე, რომელსაც აქვს თავისი drive-ი და უბრალოდ აქვს იმ ხელაწნევა, რომ შენ იქ მეტი distortion-ი აღარ გჭირდება. უბრალოდ მე ამ პედალებს ხმარობ იმისთვის, რომ ის extra kick-ი, ის extra ატაკა მივცე ჩემ ხმას და ჩემ ბასს და ამ ყველაფერში ნუ ძალიან მეხმარება ეს overdrive თუ distortion. თორემ თავალ საქმეს, რა თქმა უნდა, აკეთებს Sansamp-ი, აკეთებს კომპრესორი და აკეთებს gate. ეს არის იდეაში მთავარი chain. ხო და ესე გამოიყურება ჩემი დღევანდელი ბასის ბურდი, რომელიც ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი ბურდია და ყველას გირჩევთ რომ თქვენ საუნდზე ყოველთვის იფიქროთ იმაზე რომ იყოთ განსხვავებულები, ბასზე მაქვს საუბარი, გქონდეთ განსხვავებული ბასის საუნდი, არ მოერიდოთ რაღაცა ექსპერიმენტებს და რავი რა თქვენი საუნდი გეპოვოთ და თქვენი პედლები გეპოვოთ, რომელიც არის უამრავი და უნდა სერჩო უამრავი, უნდა ნახო უამრავი და უნდა უკრავ უამრავ სხვადასხვა რაღაცაზე რომ საბოლოოდ მიიღო ის რაც შენ გჭირდება და რაც გინდა. ასე რომ ეგ არის დღევანდელი დღის დასაწყისი. ეხლა ესე ვემზადები. შემდეგ უკვე ჩავალაგებ პაჭკაბელებს, კვების კაბელებს, რომ რაიმე პატარა იაღლიშები რომ მოხდეს, კონდეს პაჭკაბელიც, კვების კაბელიც გაწყდეს რაღაცა, არ ვიცი, მაინც ყველაფერი ხდება, მუსიკა ეს და ლაივზე ზოგადად ყველაფერი მოსულა რომ მოხდეს და რაღაცებმა გაასხას, ეს არ არის რაღაცა პრობლემა, ახალი ამბავი. ხო და მაგ რაღაცებსაც გადავალაგებ უკვე, მოვემზადებ ყველანაირად და უკვე ადგილიდან გავაგრძელებ ვიდეოს, აბა. როკით და ფაზი ჩვენთან. 1 hour later. მოვედით მეგობრებო და მივდივართ ახლა პაპიროსის საყიდლად. გიორგი კარქასიაძეა. ავტოც კარქასია. აუ, გუში ყველამ დავლია. ჩვენ ერთ-ერთზე ვზავდით პივას და კონიაკს მე და ეს. აჰა, წვიმიან ამინჩი გვიწევს რა. ჩვენი ქულა მივიდი. ვიცი. მაიცა. არ გაგიტანო, შეჩემა, გამოიხედო. ჰოპ. გალი ბიჭი. ახლა ავარჩევთ და ახლა ვიგეთქვით რომელი მინდა. მე მინდა ყაზბეგი არ არის? ცივ ყაზბეგი არ არის? მაშინ იყოს FS დამალევით მაშინ. მაგრამ ეფსტარიანი FS. ის გამდიდრდი ავთო ეს ძალიან. ბიჭო. უეჭველი ვიდა. უდი უეჭველი ვიდა. ხეხუარი. არ შველის ბიჭო კინას. მეტალს. ეს ნახე მუშაობა. So, გიორგი გართობის ხასიათზე მოვიდა. თუ
თუფაქს უკრავს მა თუფაქს. შემოგურებით. აუ რა შოტი დავიჭირე გიორგი აქედან ისე რაღაცა. აჰა. ფონი გაგიკეთეს. სპანდერას მოკითხო აქედან. როგორც შემეძლო დიდითავს ნერვზის მაგივრად ზევზილობს მაინც მე ხიზელზობს და კარგად გზავთ მოდი დავლიოთ გეკს მოაჭაფუნე მოდი გაგვიმარჯოს რა აბა კაიობრი ხმაურობთ რა ხმაურობთ როკი მეზიზღება ყვავალ დაგვემატა მოვიდა მაძალებენ და ნახე მდინარეს მიაქვს სახლი მაგას შევხედე მიაქვს რა მოაქვს ეხლა ჩამოარჩა რამდენიმე ფრენია ხაელში იქ კეიფობენ ხა? ეს თავის სოვრელა მისნავდა. აბა რა, ეხლა ჩამოივლიან დოდნა ზუზუკის ხმა რო ახლო თითქმის იმდენი რაც მე მაქვს ებაში. სუპერიორში. კი, ცოტა მეტი თეთრი ფაქტი. ეს რა შეიძლება? ის ამას გავაკეთე. ები ამას. მომსიტანგებოზე რა. რანებს დაუყენეთ სახელურები. ხელი შეიძლება გავიჭრეთ ამ 20 წუთზე და მოტყნულზე. სკოჩი მივაკეთე. თბილისში გამოვედით ესეთ ნაცრისფერ მონაცრისფერ თბილისში. თბილისიო როგორია რა? აქ შენაპარად ზუმი არა აქვს, ხო იმაზე საახსერო მიარდი. ხო ნამდვილად ეს ნახევარია. ნამდვილად ეს ნახევარია. ნამდვილად ეს ნახევარია. აი ძმა, ეს არის გატრეინოლებული მერსედესია, ძმა, GL, ძმა, გატრეინოლებული. ყველა დანოლი. დაიყარა ნადიმ. აუ იმენა გეკეიფი მიდის გიჟინი. ნახე. ლობჩო. ჯაზაღი ადამიანი. ნახე. აი მე ასევე ჯაზაღი. მონათესი ჯანსაღე. ოპ. ბანანი. მე შეუძინე ბიჭებს რომ ჯამფერდო და უშაღები და ძლიერები იყვნენ. და უთხარი რომ ლუდი არ დავლიოთ მეთქი ბიჭებო, მოდი ხილი მივიშვათ. ნუ, აი მე შეგუთხარი. იახლებით. მე შეგუთხარი. ძალიან კაია მომწონს. ვერ ხედავ ჩაის რუსვალს? ხომ ჩაის ლუდს დავაყოლე ხო? ან შოტები მიცეთ დაგვაჩვი. ბიჭი სული შემძლელი შესრულება. ძმა
ჩააყოლოთ და თითები გადაუკეტო უნდა. ხო. იყო აღარ არის ეს. კაცი გამოსახელები რა უცებ გაწია. კაცურებს რა ბიჭო. აგე ეს ერთი. აგე მე ხომ ცოტა გამოვწია. დიდი გიორგი მეტი შეგიძლია ვიცით. გამარჯობა, როგორც გამოვშდი ჩემ ვიდეოში თლიან. სარწმეველას ხდება რა. ხოი სარწმეველას კაროჩე რა ის არის მავის მაიკები აწია და ერთსაც და აირონ მეიდენის მე კლიპში და ჩიზესი გამოვიდა ა მომიტო სანორი არ სარწმეველა არის ქართულად არა ვინც გარეთ ხართ და თუ გესმით ჩემი ხმა შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ვინც შემოხვდეთ შეგიძლიათ ცოტა ახლოს მოიწიოთ იმიტომ რომ ჯგუფს რომელიც ახლა აქ დაუკრავს ძალიან გაუხარდებათ მე გამიხარდებოდა და ძალიან არ მოგევიდოთ დღეს როგორც იცით ხო მეთო ბეთლია გამოვა სამი ბენდი მონაწილეობას იღებს ფიქელეხი Enforcement-ი და ვილკოვაკი. და ასევე ძალიან special guest იყო Little Roxy, რომელიც მე პირად ძალიან მიყვარს და თქვენც ასე. შესაბამისად, შემიძლია გამოვაცხადო პირველი ბენდი, რომელიც დაუკრავს დღეს და ეს არის ფიქელეხი მოდით. მოდით. აბომბილი საღორე. აუ, წავიდა.
მაგრები ხართ. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ჩვენ ფიქელეხი, ვინც ეხლა მოვიდა და ვინც ჯერ არ იცის. და ძალიან მიხარი რომ წინა ესეთ ხალხის ზღვას ხედავ. და მინდა რომ შემოგთავაზოთ შემდეგი ტრეკი, იმიტომ ეს ტრეკი არის საქართველოს. იმიტომ საქართველო არის სკერი. საქართველო არის კვევრი. It's
Something
Twentals დაუყარით ტაში, twentals. იქნება კიდე. კიდევ ერთხელ ვიგარო მადლობა გითხრას მოხდით დაგვაფასეთ ჩვენს და ყველა დანარჩენი ბენდიც რომლებიც ჩვენს მერე დაუკრავს და მინდა რომ წასულებით დავასრულოთ ჩვენი გამოშვება სამწუხარო დროს შეზღუდულები ვართ ამიტომ ეს არის სიმღერა წასულებზე რომელიც მოდი აქვე ვიყიდოთ ჩვენს ძმაკაც ზურაბ ნალაძეს მიუძღვენით და მისი სახით მინდა რომ ყველა იმ ადამიანის მიძღვნა ჩაოდოთ ამ სიმღერაში რომელიც თქვენს გულებს აკრია ზურაბი
დიდი მადლობა. ამით ჩვენი გამოსვლა დღეს სამწუხაროდ დასრულდა და ეხლა კი დიდი მადლობა ყველანი ძალიან მიყო. ეხლა კი enforcement. 1 hour later. ძალიან დიდი მადლობა ბენდებს. ძალიან დიდი მადლობა მართლა. აი საუკეთესოები იყავით. ამაზე შემიძლია თემის ციგნები დავწერთ რამდენად მაგარი და სამწუხაროდ როგორც ყოველთვის ხდება სამწუხაროდ ერთი ჯგუფი გამოდის რა მე Version მეორე ეგეთი მომენტი რაც ძალიან kann ich ხარია თქმა ესე ვიტყვია ეს ვიწყობდა პატარო ის დაუგერდი მაგერია აი ჩემი განცდილება ისეთია რომ Olağan bir emosiye bir de arası ben segonia corect. Oila saklı kargada da სასმისი დაი დადგაის მომენტი, როდესაც უნდა გამოვაცხადოთ გამარჯვებული ჯგუფი სამივე ერთად. და გამარჯვებული ჯგუფი ფინალში თურქეთში რომელიც გაუხსნა თურქეთში ისტანბულში არის პიჩა თუ არის საშუალება რომ ჩვენ ეს მართლა ბონუსად და თემშებიც არის კი რატომაც მესამედი რო მქონდა შანსი, მაგრამ ისე გამეხარა თითქოს 100 კაცში მოვიდეთ რა. ოკეი. დაუხლათ. შემდეგ როდესაც აი, გიტარას გამოვიდა. თქვენ მამე იყიდეთ რა.